გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. ამ ვიდეოში ვსაუბრობ იმ უნიკალური სპეცოპერაციის დეტალებზე, რომელიც ჩაატარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სულ ცოტა ხნის წინ და რომლითაც კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიო გააოცა და შოკში ჩააგდო. არ ექნება გადაჭარბებული, ასე ვთქვათ, სრული სიგიჟე მოხდა, ალბათ ფილმებსაც გადაიღებენ ცოტა ხანში. მინიმუმ სამხედრო სახელმძღვანელოებში ნამდვილად შეიტანენ ამ ოპერაციას და დიდი ალბათობით ისტორიის წიგნებშიც. სასწაული ოპერაცია მტრის ზურგში, პრინციპში ზურგიც არის და ზურგიც შუაგულ ირანში ჩატარდა ერთი სამხედრო მფრინავის გამოსაყვანად, უფრო კონკრეტულად შეიარაღების ოფიცრის გამოსაყვანად მასშტაბური ოპერაცია, რომელსაც ჰქონდა თავისი სირთულეები, იყო ძალიან კომპლექსური, იყო ძალიან ბევრი რისკი, იყო მათ შორის სურპრიზებიც, რომელიც გზადაგზა გამოიკვეთა, მაგრამ ამ ყველაფერს წარმატებით გაართვეს საბოლოოდ თავი და უდანაკარგოდ ცოცხალი ძალის დანაკარგების გარეშე დასრულდა ეს გადარჩენის ოპერაცია, ასე ვთქვათ. აღფრთოვანებას ნამდვილად იწევს, მათ შორის აღიარებას ამერიკის მოწინააღმდეგეებშიც კი, რუსეთში განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ ამაზე და ვიდეოს მიმდინარეობისას უფრო კონკრეტულად ავხსნი, რატომ საუბრობენ ამ ყველაფერზე რუსეთში. და ცხადია, ვისაუბრებ ტექნიკურ დეტალებზე, ვაჩვენებთ რუკას, გაჩვენებთ კონკრეტულად რომელ ლოკაციებზე სათხდებოდა მოქმედებები, ნაბიჯ გავივლით ამ ყველაფერს და ასევე შევეხები პოლიტიკურ კონტექსტს, რას ნიშნავს ეს ოპერაცია, მისი წარმატებით დასრულება პოლიტიკურად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რას ნიშნავს ეს ირანის რეჟიმისთვის, რომელსაც დიდი დაგემრიელი ლუკმა გამოაცალეს პირიდან, შეიძლება ასეც ვთქვათ, თქვენ წარმოიდგინეთ რა ამხელა კამპანიას ააგებდნენ ისინი, ცოცხლად რომ შეეპყროთ ამერიკელი სამხედრო მფრინავი მათ ტერიტორიაზე, ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა პრინციპში გასწიეს მათ, ჯილდოც კი დააწესეს ფულადი იმისთვის, რომ მოქალაქეები წაეხალისებინათ, რომ ჩართულიყვნენ ამ ოპერაციაში, ძებნის ოპერაციაში, აღარაფერს ვამბობ სამხედრო რესურსებზე, ბასიჯის კორპუსის დანაყოფებზე, IRGC-ის დანაყოფებზე, ჯარისკაცებზე, რომელსაც თავი მოუყარეს იმ არეალში, სადაც იგულისხმებოდა, რომ იყო სამხედრო პილოტი სადღაც დამალული. მოკლედ, მათმა მცდელობებმა ფაქტია, რომ წარუმატებლად ჩაიარა, თუმცა ირანის რეჟიმი მაინც იქადნის, რომ აი მათ ამტრის სამხედრო ტექნიკად ვითომ გაანადგურეს და მაინც რაღაც გამარჯვებულის პოზიციიდან ლაპარაკობენ, რაც უფრო და უფრო აბსურდულად გამოიყურება იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ახლა მოგიყვებით. დავიწყოთ, მოკლედ მე აქ ახსნილი მაქვს რუკა და გავიაროთ ნაბიჯ როგორ დაიწყო ეს ამბავი და როგორ განვითარდა. ესე იგი, პარასკევს ჩამოაგდეს F-15, რომელშიც იყო ერთი პილოტი და ერთი შეიარაღების ოფიცერი. პილოტის გადასარჩენად მალევე უახლოეს საათებში ჩატარდა სამაშველო ოპერაცია და ის მალევე გამოიყვანეს ირანის ტერიტორიიდან. უფრო დაბალ რისკებთან იყო დაკავშირებული იმის გამო, რომ მოწინააღმდეგესაც ნაკლები დრო ჰქონდა მობილიზებისთვის ლოგიკურად, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული სურათი არის ეკიპაჟის მეორე წევრის შემთხვევაში. მისთვის ყოველ საათში მატულობდა რისკი და თუ გავითვალისწინებთ, რომ საბოლოოდ 48 საათის შემდეგ მოხდა მისი გამოყვანა კატასტროფიდან, ეს რისკები იყო რაღაც წარმოუდგენლად მაღალ დონეზე. ერთ-ერთ ეპიზოდში 3 კილომეტრის მანძილზეც კი მიუახლოვდა მას ერთ-ერთი ირანელი სამხედრო, რომელიც შემდეგ განადგურდა. სხვა საკითხია, როგორ აზღვევდნენ ამ რისკებს მის გარშემო, ამაზე ვისაუბრებ აუცილებლად. მანამდე მივყვეთ ნაბიჯ, როგორც ხედავთ, აი აქ ამ რუკაზე საინფორმაციო გრაფიკა გვაქვს აქ, სადაც მონიშნული არის კატასტროფის ადგილი, სადაც დიდი ალბათობით, დაახლოებით ამ ზონაში დაეშვა კატაპულტირების შემდეგ ეს შეიარაღების ოფიცერი, თუმცა რატომ გავიდა ის დაგვიანებით კონტაქტზე? აი აქ არის ერთი დეტალი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა თავის მხრივ CIA-ის წყაროებს, სამხედრო მაღალჩინოსნებს, გამოირკვა ასეთი რამ, რომ ხმელეთზე დაშვების შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს სამხედრო იყო უგონო მდგომარეობაში, მას ჰქონდა თავის ტრავმა მიღებული, ტვინის შერყევა და გარკვეული დრო დაჭირდა მას აზრზე მოსასვლელად. შემდეგ უკვე მეორე ფაქტორი იჩენს თავს, რომ მას აქვს ფეხის ტრავმაც მიღებული, კერძოდ კოჭის დაზიანებაზე არის კონკრეტულად საუბარი, მაგრამ აი ამ ყველაფრის მიუხედავად ის მიყვება უსაფრთხოების პროტოკოლს, რომელიც
დიდი ალბათობით მას ასეთი შემთხვევებისთვის ქონდა განსაზღვრული და იწყებს მოძრაობას. აი ამ რუკაზე ნაჩვენები არის მისი გადაადგილების ტრაექტორია, ის მიემართება ეძებს შემაღლებულ ადგილს, მაქსიმალურად მოშორებულს ადამიანებისგან, დასახლებული პუნქტისგან და ეძებს სამალავს იმისთვის, რომ შემდეგ უკვე დაუკავშირდეს სპეციალური რადიო სიხშირის მეშვეობით მის ხელმძღვანელობას და შეატყობინოს თავისი კოორდინატები, დიდი ალბათობით გამოყენებული იქნებოდა იქ GPS-ის სიგნალი თუ სხვა საშუალებებიც, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის არის პილოტებისთვის გათვალისწინებული. ერთი სიტყვით, ის მოგვიანებით გადის კონტაქტზე, ჯერ კიდევ ვიდრე გახდებოდა ცნობილი ამ ოპერაციის დასრულების შესახებ, მანამდეც მედია წერდა იმის შესახებ, რომ დაახლოებით 6-7 საათი იყო ავიაკატასტროფიდან გასული, როდესაც ამ მეორე პილოტმა მოახერხა და გავიდა კონტაქტზე. ეს გააკეთა მას შემდეგ, რაც გარკვეული დისტანციით მოშორდა შემთხვევის ადგილს, საბოლოოდ საუბარი არის იმაზე, რომ მან გაიარა დაახლოებით 10-12 კილომეტრი. ის არის მთიან ზონაში ერთ-ერთ ფერდობზე, იკავებს სიმაღლეს, პოულობს სამალავს. არსებული ინფორმაციით კლდოვან რელიეფზე ნაპრალში ჩაძვრა, შეინიღბა და მომდევნო 12 საათის განმავლობაში უძრავად ელოდებოდა დამხმარე ჯგუფებს, სპეცრაზმელებს, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ მისი ევაკუაცია. აი აქ მანამდე უკვე მას შემდეგ, რაც პირველი კონტაქტი შედგა, ანუ კატასტროფიდან 7-8 საათის შემდეგ იწყება ძალიან დიდი პროცესი და მოდით ვისაუბროთ ამაზე. რა ხდება მას შემდეგ, რაც პირველი კონტაქტი შედგა. ამ დროს იწყება ოპერაციის დაგეგმვა, სცენარი დგება, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს გამოყვანა, თუმცა ვიდრე ეს გეგმა შემუშავდება და განხორციელდება, საქმეს აკეთებს სადაზვერვო სამსახური. CIA ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მათ უკვე მიაგნეს ჩამოვარდნილ პილოტს და მისი სახმელეთო გზით აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ხდება გაყვანა. ეს მანიპულაცია მიზნად ისახავდა მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას და როგორც CIA-ის წყარო იუწყება, ამ სტრატეგიამ ძალიან კარგად იმუშავა და ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის დანაყოფები, ბასიჯის კორპუსის დანაყოფები თუ სხვები აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავიდნენ, სადაც იქ ჰაერიდან უტევდა ამერიკული ავიაცია და იმართებოდა აი ამ ტიპის საბრძოლო მოქმედებები და იმ იმიტაციის შექმნა, რომ კი ისინი სწორ მიმართულებით მოძრაობდნენ, მათ ეს უნდა დაეჯერებინათ და როგორც ჩანს დაიჯერეს კიდევაც, ამან გარკვეული დროის მოგების საშუალება მისცა იმ ხალხს, ვინც ოპერაციას გეგმავდა და რომელსაც უნდა განეხორციელებინა. შემდეგ უკვე ხდება ლოკაციის შერჩევა, აი ამ რუკაზე მონიშნული არის ადგილი დაახლოებით, სადაც განხორციელდა უშუალოდ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავების დასმა, საუბარი არის C-130 ტიპის ორ სამხედრო თვითმფრინავზე, რომელშიც განთავსებული ასევე იყო პატარა ვერტმფრენები MH6-ები, რომელსაც მოიხსენებენ ასევე როგორც პატარა ჩიტებს. ამაზე კიდევ დაწვრილებით მოგიყვებით მომდევნო ნაწილში. მოდით ვისაუბროთ ახლა იმ სახელდახელოდ მოწყობილ ავია ბაზაზე მტრის ზურგში, რომლის ორგანიზებაც მოხდა. მოკლედ შეირჩა ადგილი, სწორი ადგილი რაღაც ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ხდება დაახლოებით 5 კილომეტრის მოშორებით უშუალოდ კატასტროფის ადგილიდან, სადაც ჩამოვარდა F-15 და აი ამ ტერიტორიაზე ხდება დასმა ამ სამხედრო თვითმფრინავების. ამასაც აქვს თავისი ლოგიკა და სცენარი, რომელიც როგორც ჩანს წინასწარი იყო მსგავსი შემთხვევებისთვის დამუშავებული. აი აქ მაქვს მე მაგალითად გახსნილი ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ეს ფოტომასალა გადაღებული არის 3 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული წვრთნების დროს. ამ წვრთნებში მონაწილეობს სწორედ C-130 და მონაწილეობენ, როგორც ხედავთ, პატარა ვერტმფრენები, რომლებიც ვახსენე, პატარა ჩიტები MH6-ები და
ამბავი არის ესეთი, რომ ამ ვერტმფრენების განლაგება ხდება შიგნით, დაშლილ მდგომარეობაში, შემდეგ ამ სამხედრო თვითმფრინავით შორ დისტანციაზე პირობითად მტრის ზურგში ხდება შეფრენა. ცხადია, რომ ეს პატარა ვერტმფრენები 300 და 400 კილომეტრს ვერ იფრენენ, შესაბამისად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათი კომპაქტური, აი ესეთი პატარა კომპაქტური საფრენი აპარატების დიდ სატვირთო თვითმფრინავში განთავსება. ესეთ სატვირთო თვითმფრინავი თავის ხრივ მოიაზრებს იმასაც, რომ მასში შესაძლოა დამატებით ოპერაციების, სპეცოპერაციების ძალების დანაყოფების განთავსება. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ეხება უშუალოდ ამ თვითმფრინავის C-130-ის მახასიათებელს. მას შეუძლია, რომ ძალიან მოკლე ასაფრენ ბილიკზე დაჯდეს და აფრინდეს. და ეს შესაძლოა სულაც არ იყოს კაპიტალური ასაფრენი ბილიკი სადმე აეროპორტში, ეს შესაძლოა იყოს ჩვეულებრივ მინდორში, სადაც სწორი რელიეფი არის და 300-400 მეტრი დაახლოებით მის დასაჯდომად და ასაფრენად არის საკმარისი. შესაბამისად ამ ოპერაციისთვის ეს იყო იდეალური ვარიანტი, როგორც ჩანს, კონკრეტულად ეს თვითმფრინავი, სადაც შესაძლებელი არის პატარა კომპაქტური ვერტმფრენების განთავსება, ცოცხალი ძალის განთავსება და სწრაფად გადასხმა მტრის ზურგში. ასეც მოხდა, როგორც ჩანს, თუმცა აქ თავიჩინა პატარა სიურპრიზმა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მას შემდეგ რაც დაჯდა ეს 130-ები 2 C-130 პლუს ეს ვერტმფრენები გადმოტვირთეს დაწყობას. გადმოტვირთვის შემდეგ, როგორც ირკვევა ჭირდება დაახლოებით 20 წუთი და შემდეგ უკვე შესაძლებელია ფრენა. შესაბამისად, დასხდნენ C-130-ები ამ სახელდახელოდ მოწყობილ ავიაბაზაზე, საველე ავიაბაზაზე, ასე ვთქვათ, გადმოტვირთეს, ააწყეს ვერტმფრენები და ისინი გაფრინდნენ უკვე სპეცოპერაციების ძალები უშუალოდ პილოტის ადგილსამყოფელისკენ. მოხდა მისი აყვანა და უკან დაბრუნება აი ამ წერტილში, თუმცა აი ამის შემდეგ თავი იჩინა სწორედ სიურპრიზმა, რომელიც ვახსენე. არსებული ცნობებით C-130-ებმა ვეღარ მოახერხეს აფრენა, რაც განპირობებული იყო რელიეფის მდგომარეობით. საუბარი იყო ორ სხვადასხვა ვერსიაზე, თითქოს ქვიშაში ჩაეფლო, თუ ტალახში ჩაეფლო და მოკლედ ვეღარ მოხდა აფრენა. და აი ამის შემდეგ უზარმაზარი რისკი შემოდის ამ პროცესში, რაც ეხება არა მხოლოდ ერთი სამხედრო პილოტის გადარჩენას, არამედ ეხება მთელი აი ამ ჯგუფის გადარჩენას. მთელი ეს პირადი შემადგენლობა დადგა რეალური რისკის ქვეშ, იმიტომ რომ უბრალოდ ვეღარ მიფრინავდნენ ისინი და უბრალოდ დროის საკითხი იყო, რომ მოწინააღმდეგე საბოლოოდ მათ აღმოაჩენდა. გასაგებია, რომ ისინი იყვნენ ძალიან ძლიერი საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის იმედად და ეს კიდევ ცალკე სასაუბრო საკითხია, ამას შევეხები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დამატებით თვითმფრინავები გაეგზავნათ ადგილზე. უფრო მსუბუქი საფრენი აპარატები, რომელიც შეფრინდა ტერიტორიაზე, მოხდა ყველას უსაფრთხოდ განთავსება და გაფრენა, მაგრამ შემდეგ უკვე პასუხი აი ამ კითხვაზე, თუ რატომ არის ამ ტერიტორიაზე დამწვარი თვითმფრინავების ნარჩენები. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ეს თვითმფრინავები ადგილზე არ დაეტოვებინათ, როგორც ვრცელდება ცნობები და არ ჩაეგდოთ ისინი მტრის ხელში და თავად მიიღეს მათი განადგურების გადაწყვეტილება. შესაბამისად, ადგილზე ააფეთქეს როგორც C-130-ები, ასევე ორი პატარა ვერტმფრენი HM6, ეგრეთ წოდებული პატარა ჩიტი. სწორედ ამ ნამსხვრევებს ადევნებთ ახლა თქვენ თვალს, რომელიც უკვე ოპერაციის დასრულების შემდეგ რამდენიმე საათში იპოვეს ირანელმა სამხედროებმა და შემდეგ ამაზე მთელი კამპანია ააგეს, რომ თითქოს მათ გაანადგურეს. დავუშვათ აი 1-2% კი ბატონო, მივცეთ არსებობის უფლება ამ ვერსიასაც, რომ თქვათ ირანელებმა დააზიანეს საადღაც შორიდან სნაიპერმა ესროლა პირობითად და დაზიანდა ეს თვითმფრინავები და ამ მიზეზით ვერ გაფრინდა და არა იმის გამო, რასაც ამერიკული მხარე ამბობს, რომ რელიეფმა შეუშალა ხელი, ტალახში ჩაეფლო, ქვიშაში ჩაეფლო თუ როგორც იყო.
ამ შემთხვევაშიც კი ირანის მხარეს არაფერი არ აქვს საზეიმო, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის მიზნებს და ამოცანებს მათ ხელი მაინც ვერ შეუშალეს. ამ შემთხვევაშიც კი იმიტომ რომ მათი ამოცანა იყო ამ F-15-ის ეკიპაჟის წევრის შეიარაღების ოფიცრის გადარჩენა. მეორე ამოცანა იყო რომ ეს გაეკეთებინათ ცოცხალი ძალის დანაკარგების გარეშე და ეს ორივე ამოცანა შეასრულეს. და მათ ნაკლებად აღელვებთ 2-ით მეტი C-130 და 2-ით მეტი HM-6 პატარა ჩიტი ეყოლებათ თუ არა. ასეთი ყავთ ათასობით ან შეუკვეთავენ და საჭიროების შემთხვევაში უახლოეს პერიოდში მათ დაამზადებენ და შეავსებენ. ანუ ეს ტექნიკური დანაკარგი მათთვის არაფერ კატასტროფას არ წარმოადგენს, თუმცა დანაკარგი, რომელიც ირანის რეჟიმმა მიიღო, ამ პილოტის ხელში ვერ ჩაგდებით, არის ძალიან ძალიან ძვირი მათთვის. გავაგრძელოთ შემდეგი მასალა, ნუ აქ არის ასევე Z-ხედით გადაღებული ეს კადრები, სადაც ჩანს ეს თვითმფრინავების ნამსხვრევები. კი ბატონო. და ჩვენ აქ გვაქვს ასევე კონკრეტული ლოკაცია. მოხდა მისი ლოკაციის განსაზღვრა, თუ სად ხდებოდა ეს ამბავი, აქვე ჩანს ახლოს ამავე კადრში მთიანი ზონა, სადაც დიდი ალბათობით იმალებოდა ეს სამხედრო შეიარაღების ოფიცერი, ეკიპაჟის წევრი F-15-ის. აქ არის ზუსტი კოორდინატები, როგორც ხედავთ და მოდით ახლა Google-ის რუკაზე ვნახოთ, სად არის ეს კონკრეტულად. აი ეს კოორდინატები და აი ეს წერტილი, სადაც უშუალოდ C-130-ები დაჯდნენ, სადაც ესეთი საველე აეროდრომი მოაწყვეს მათ, ასე ვთქვათ, საველე საჰაერო ბაზა. მოდით გამოვშალოთ ახლა სად ვართ. ამ რუკის ნახვა უფრო მეტ წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა მასშტაბის ოპერაცია ჩატარდა. ეს არის, როგორც თქვით, ესე იგი, ისპაჰანის რაიონი. აი აქ არის ისპაჰანი, ისპაჰანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს ეს ლოკაცია. გარშემო მინდვრებია, არის გარკვეული შენობებიც, იყო ერთ-ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ რაღაც ფერმასთან ახლოს მდებარე სივრცე არის. იყო ერთ-ერთი ინფორმაცია ასევე, რომ თითქოს აქ ადრე იყო რაღაცა საფრენი ბილიკი, რომელიც დაზიანებული იყო და არ იყო მოქმედებაში, თუმცა აი ამ ლოკაციაზე კონკრეტულად, რასაც ხედავთ, რამე მსგავსი ინფრასტრუქტურა ნამდვილად არ შეინიშნება, ჩვეულებრივი გზები არის. ცოტა მოშორებით რაღაც საავტომობილო გზა გადის, ყოველ შემთხვევაში მინდორია ეს ფაქტია. მინდორში სწორ ადგილას, უпростоრად უდაბნოში, სწორ ადგილას მოძებნეს აფრენისთვის და დაფრენისთვის ხელსაყრელი სივრცე, თუმცა ამ ამბავმა, როგორც ჩანს ამ შემთხვევაში, C-130-ების შემთხვევაში არ გაამართლა. კარგი, ეს გვერდით გადავდოთ. აი აქ არის, როგორც ხედავთ, უკვე მთიანი ზონა, რაც ამ ფოტოშიც ჩანდა, ხო? აი აქ არის მთიანი ზონა ამ წერტილიდან ჩრდილოეთით, სადაც დიდი ალბათობით იმალებოდა ჩვენი სამხედრო მფრინავი. ხო, ეგრე გამოდის. და მთავარი, რატომაც გავხსენი ეს რუკა, ამას შევხედოთ. გამოვშალოთ და მასშტაბში ვნახოთ. ნახეთ. სად არის? შუაგულ ირანშია. საზღვრიდან არის დაახლოებით 300-400 კილომეტრი, საიდანაც არ უნდა გადაზომო მინიმუმ. რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვიცი, წარმოუდგენლად სარისკო შეუსრულებელი მისია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ შეასრულა კიდევ ერთხელ კომპლიმენტები მათ. და მე თავში ვახსენე, რომ ამ ოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი საუბრობს, მათ შორის რუსეთში და ვკითხულობდი რუსი სამხედრო მიმომხილველების წუწუნის შესახებ ასეთ ცნობებს, რომ ისინი მაგალითად პარალელს ავლებდნენ კუპიანსკთან. ცხადია საუბრობდნენ
სულისკვეთებაზე და ღირებულებებზე, რომელიც გააჩნია ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს და რომელიც გააჩნია რუსეთის არმიას. ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, რომ პრინციპი რომ ჩვენიანს არ ვტოვებთ მტრის ზურგში შენარჩუნდა და დაცული იყო და განხორციელდა უდიდესი რისკების მიუხედავად და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს რუსეთის არმია. ისინი რაღაც დროშის აღმართვისთვის და ცრუ რეალობის წარმოჩენისთვის თითქოს რაღაც ოპერაცია შეასრულეს და რაღაც ტერიტორიები დამატებით დაიკავეს, ეგრეთ წოდებული დროშის ოპერაციებისთვის ცოცხალ ძალას აგზავნიან საზარბაზნე ხორცად და ანადგურებენ. გარდა ამისა, კუპიანსკი ახსენეს იმ კონტექსტში, რომ გასული თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ხარკოვის ოლქში ქალაქ კუპიანსკის გაწმენდა მოახერხა უკრაინის თავდაცვის ძალებმა, იქ გარკვეულ ზონებში ჩარჩნენ რუსები, რამდენიმე 1000 რუსი სამხედრო იყო ალყაში, მინიმუმ რამდენიმე ასეული 1000-ებზე რო არ ვილაპარაკოთ, მინიმუმ რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი იყო ალყაში და ის ხალხი იქ ანტყვეთ ჩაბარდა საბოლოოდ, ან მათი უმეტესობა დაიხოცა. და ამას ამბობდნენ სწორედ რუსი ბლოგერები, რომ ეს არის რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დამოკიდებულება და ეს არის უდიდესი განსხვავება ამ შემთხვევაში, როდესაც ერთი კაცის გადასარჩენად საუბრობთ ამ ხელა ოპერაციის ჩატარებაზე. მათ საწუწუნო ნამდვილად აქვთ, ეგ სხვა საუბრის თემა არის, თუმცა ალბათ საჭირო იყო ამის შეხსენება და აღნიშვნას მათთვის, ვინც რაღაცა ტოლობის ნიშნებს სვამს ხოლმე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის არმიებს და მათ პოლიტიკებს შორის. ხო, ეს განსაკუთრებით გულზე მოხდებათ ალბათ მათ, ვინც რაღაცა ხარვეზების ძებნას შეეცდება ახლა ამ ამბავში და რომლებსაც ერთი სული აქვთ, რომ როგორმე წარმოაჩინონ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომში მარცხდება ირანთან და ირანს რუსეთი უმაგრებს ზურგს, ბიძი და ყველაფერი მაგრად არის. არ არის მაგრად ნამდვილად ირანის რეჟიმისთვის არაფერი და კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში ტრამპი ამის შესახებ ძალიან ბევრს იმუქრება და ამაზე ცოტა ხანში უფრო მეც გეტყვით. აი აქ მე მაქვს ნიუსი, რომელიც ეხება სწორედ რუსეთის და ირანის რეჟიმის პროპაგანდას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები მსხვერპლს მალავს და მათ რეალურად არ ჩაუტარებიათ ეს ოპერაცია დანაკარგების გარეშე. აი ამ ვერსიის განვითარებაში პროპაგანდა ეყრდნობა იმას, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი არის CS-30-ის ნამსხვრევების გარდა, ასევე პატარა ვერტმფრენების ნამსხვრევებიც და ნაწილებიც, ხო? ამ ნიუსში სწორედ ის ტექნიკური მახასიათებლები არის ახსნილი და სპეციფიკა, რაზეც მე მოგიყევით, რომ მათი დაშლილ მდგომარეობაში განთავსება ხდება, გადმოტვირთვა და შემდეგ უკვე საფრენ მდგომარეობაში მოყვანა. შემდეგ აქ გვაქვს ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ცხადყოფს, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები მარტო არ მოქმედებდა ამ სამაშველო სამძებრო ოპერაციის დროს, გადარჩენის ოპერაციის დროს უბრალოდ და ამ ყველაფერში ჩართული იყო ისრაელის მხარეც. კონკრეტულად ისრაელის წყაროები ავრცელებენ ცნობას, რომ 2 ელიტური დანაყოფი მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში, შესაძლოა, დიდი ალბათობით ისინი უშუალოდ იმ ზონაში არ იყვნენ, როდესაც პილოტის აყვანა და შემდეგ უკვე ტრანსპორტირება მოხდა, თუმცა იყვნენ ამ არეალში როგორც ჩანს და ისინი მხარდაჭერას უწევდნენ, საცეცხლე მხარდაჭერას უწევდნენ, ანუ იმ ფონზე, რომ როგორც თქვით, ძალიან დიდი ნადირობა იყო გაჩაღებული ამ პილოტის დასაჭერად. და საჭირო იყო როგორც მოქმედება ხმელეთზე, ასევე საჭირო იყო მოქმედება ჰაერიდან. უდიდესი საქმე გააკეთა ამერიკის ავიაციამ, ისინი არ აძლევდნენ ირანის რეჟიმის სამხედრო ძალების კოლონებს ამ ტერიტორიასთან ახლოს მისვლის შესაძლებლობას, იბომბებოდა ეს ზონები, იცხრილებოდა, ამაში მონაწილეობდა მათ შორის მძიმე ბომბდამშენები, როგორც გაირკვა, ასევე მონაწილეობდნენ F-35-ები, მონაწილეობდნენ უპილოტო საფრენი აპარატებიც, მათ შორის სწორედ უპილოტო დრონიდან განხორციელებული დარტყმით განადგურდა ერთ-ერთი ირანელი სამხედრო, რომელიც 3 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა ამერიკელ პილოტის სამალავს. ეს უკვე ვახსენე. როგორც ჩანს, ისრაელის სპეცდანაყოფებიც ცდილობდნენ, რომ ეს სივრცე შეექმნათ, ასე ვთქვათ, ამ ოპერაციისთვის და
დაცული ზონის უზრუნველყოფაში იყვნენ ჩართული, ან ყურადღების გადატანაში იყვნენ ჩართული სხვა მიმართულებით სულად სხვა ზონაში იმისთვის, რომ ხელი შეეწყოთ აი ამ ცრუ მანევრების სტრატეგიისთვის, რაზეც უკვე ვისაუბრე, პრინციპში ნაწილობრივ და ესაც არ არის გამორიცხული. ხო, აქ მაქვს კიდევ ერთი საინტერესო ცნობა, რომელსაც ავრცელებს ირანელი ჟურნალისტი და მისი არხი 2C TV, ასეთი ავრცელებს ცნობას, რომ ამერიკელი პილოტის გადარჩენაში ირანელი ხალხიც მონაწილეობდა. ანუ ისინი ვინც რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან და ისინი ვინც არ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც რეჟიმმა მოუწოდა ხალხს, რომ ეპოვათ პილოტი და მიიღებდნენ ჯილდოს. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ რეგიონში პროტესტში ჩართულმა ხალხმა დაიწყო გზების ბლოკირება მაგალითად და ნახე კადრებით, სადაც იყო ნაჩვენები საცობები გზებზე, ხალხმა დაიწყო ავტომობილებით სპეციალურად ამ ზონებში შესვლა, გზების დაკავება და ამ გზით ხელს უშლიდნენ ისინი IRGC-ის კოლონების გადაადგილებას. აი ამაზე არის საუბარი. სხვა საკითხია ეს რამდენად თქვათ 100%-იანი რეალური ინფორმაცია, ამის გადამოწმება მე ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა საინტერესო ვერსიაა და ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, რომ ირანელი ხალხი, რომელიც რეჟიმის ცვლილების მომხრეა, რომელიც ჩართული არის ამ ბრძოლაში, ისე როგორც მათ შეუძლიათ ამ ეტაპზე, ეხმარებოდნენ მსგავს შემთხვევებში ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს და არ აძლევდნენ რეჟიმს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და თანხმდებით იმაზე, რომ თუ ისინი ამერიკელ პილოტს ცოცხლად ხელში ჩაიგდებდნენ, ისინი ამით ძალიან დიდ პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებდნენ, ისინი ამით მისი სიცოცხლით ძალიან ბევრს ივაჭრებდნენ, გარდა იმისა, რომ აგებდნენ უდიდეს საინფორმაციო კამპანიას ამაზე, თუ როგორი უცლებელები არიან, ბევრ დეზინფორმაციას მანამდეც ავრცელებდნენ ტყვეების არარსებობის პირობებში, ისინი AI ვიდეოებს ქმნიან დღემდე, რომ აი დაატყვევეს მაგალითად ხარგის კუნძულზე ამერიკელი სამხედროების, ამაზე წინა ვიდეოებშიც არაერთხელ მისაუბრია და რა მოხდებოდა პილოტის რეალურად დაკავების შემთხვევაში. ამის წარმოდგენა რთული ნამდვილად არ არის. ჩვენ ვახსენეთ, რომ ესე იგი მახლობლად ხდებოდა IRGC-ის და ბასიჯის კორპუსის წევრების განადგურება. აქ არის ვიდეო მასალა, სადაც ნაჩვენები არის კონკრეტულად მსხვერპლი ბასიჯის კორპუსის წევრებზე, მათ განადგურებაზე არის საუბარი, რამდენიმე მათგანის ცხედარი არის ნაპოვნი ოპერაციის ზონის მახლობლად. კადრი დაბლარულია, ამის გამო არ დავიბლოკებით. ნახოთ ეს ვიდეო მასალა. აქ უკვე ჩანს რა, მოკლედ ცხედრები არის ნაპოვნი სხვადასხვა ცნობებით. რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურის განადგურება მოხდა, ან ბასიჯის წევრების ან ასე შემდეგ. აი აქ არის 4 მათგანი ნაჩვენები, ეს არის ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც ჰაერსაწინააღმდეგო მაშინ როდესაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ეს ოპერაცია ამ ზონაში, განთავსებულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, ირანის თავდაცვის სისტემებს, მათი განთავსების ადგილებს დაარტყეს. ეს არის ვიდეო მასალა, რომელიც ამ დარტყმას ასახავს. ხო და მოკლედ აი ამ 4 სამხედროზე არის საუბარი, რომლებიც გაანადგურეს ამ დარტყმების დროს. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა მათი დაღუპვის შესახებ ცნობები, გავაგრძელოთ. ასევე იბომბებოდა, როგორც თქვი, კოლონები და საინტერესო ცნობა არის აქ ირანის რეჟიმის მოქმედების ტაქტიკის შესახებ ბევრს ამბობს. აქ როგორც არის ამ ნიუსის აღწერაში ნათქვამი, ეს განადგურებული მანქანა არის სასწრაფო დახმარების მანქანა. და ცნობილი ტაქტიკა, რომელიც
სხვადასხვა დროს მათ გამოუყენებიათ, ირანის პროქსებს გამოუყენებიათ, მაგალითად ჰამას, ჰეზბოლას. ისინი ხშირად ინიღბებიან ასე, ამ შემთხვევაშიც როგორც გაირკვა. აი ესეთი შენიღბვით ცდილობდნენ, რომ ესარგებლად და შესულიყვნენ ზონაში. აი ამ სიმბოლიკა ჩანს აი აქ, თუ დააკვირდებით აი ამ ნაწილში. აი აქ. რომელიც ცხადყოფს, რომ ეს იყო თითქოს რაღაც ჰუმანიტარული მისიის მანქანა, რეალურად მასში განთავსებული იყვნენ ირანელი ძალოვანები, თუმცა ეს ტაქტიკა უკვე დიდი ხანია გაშიფრეს ისრაელში, გაშიფრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაბამისად ეს მანქანაც, როგორც ჩანს, სადაზვერვო სამსახურების მიერ მიწოდებული ზუსტი ინფორმაციის შემდეგ გახდა სამიზნე. და მივადექით დონალდ ტრამპის განცხადება სამ ოპერაციის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, მსოფლიოს აცნობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და გამოაქვეყნა ამის შესახებ ძალიან ისეთი ვრცელი და ომახიანი ტექსტი. აქ არის ინგლისური ტექსტი ორიგინალში, Truth Social, ეს არის ტრამპის სოციალური ქსელი. თუმცა მე მომამზადე აქ თარგმანი, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ. იწყება ასე ჩვენის დავიბრუნეთ, ჩემო ამერიკელებო, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა განახორციელეს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო სამაშველო ოპერაცია ჩვენი ოფიცრისთვის, რომელიც ასევე გახლავთ მაღალი პატივისცემის მქონე პოლკოვნიკი. მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ის ახლა უსაფრთხოდ და მშვიდობითაა. ეს მამაცი მეომარი იმყოფებოდა მტრის ზურგში ირანის მთებში. მასზე ნადირობდნენ ჩვენი მტრები, რომლებიც საათიდან საათამდე უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა მარტო, რადგან მისი მთავარსარდალი, ომის მდივანი, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე და თანამებრძოლები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ მის ადგილსამყოფელს და გულმოდგინედ გეგმავდნენ მის გადარჩენას. ჩემი მითითებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა გაგზავნეს ათეულობით თვითმფრინავი აღჭურვილი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი იარაღით მის გამოსაყვანად. მან მიიღო დაზიანებები, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ეს სასწაულებრივი სამძებრო სამაშველო ოპერაცია ემატება გუშინდელ კიდევ ერთი მამაცი პილოტის წარმატებულ გადარჩენას, რაც ჩვენ არ დავადასტურეთ, რადგან არ გვინდოდა საფრთხე შეგვექმნა მეორე სამაშველო ოპერაციისთვის. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. სამხედრო მეხსიერებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ორი პილოტი ცალ-ცალკე გადაარჩინეს მტრის ტერიტორიის სიღრმეში. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ ამერიკელ მეომარს მტრის ხელში. ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ორივე ამ ოპერაციის განხორციელება ისე, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა და არც კი დაშავებულა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ მივაღწიეთ აბსოლუტურ საჰაერო დომინირებას და უპირატესობას ირანის ცაზე. ეს არის მომენტი, რომლითაც ყველა ამერიკელი, რესპუბლიკელი, დემოკრატი თუ ნებისმიერი სხვა უნდა ამაყობდეს და რის გარშემოც უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ნამდვილად გვყავს საუკეთესო, ყველაზე პროფესიონალური და მომაკვდინებელი არმია მსოფლიოს ისტორიაში. ღმერთმა დაალოცოს ამერიკა, ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ჯარები და ყველას გილოცავთ აღდგომას. აი ასეთი ტექსტით გამოეხმაურა, ეს იყო პირველი მისი განცხადება ტრამპი ამ წარმატებულ ისტორიულ ოპერაციას. და აი ისიც ჩვენი ნაცნობი, ჩვენი ძალიან საშიში ირანელი სპიკერი, IRGC-ის, რომელიც აბსოლუტურად საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს. მოკლედ, აი ეს ვიდეო მიმართვა მან რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ეს სამაშველო ოპერაცია ჩავარდა, ის იყო წარუმატებელი, რომ ირანელებმა მოახერხეს არაერთი საჰაერო საშუალების განადგურება, მათი ვერტმფრენების განადგურება. და ამის გამო მოწინააღმდეგემ ცხადი ხდება, რომ თურმე ძალიან მცდარი გათვლები გააკეთა, ისინი შეცდნენ და დაუშვეს შეცდომა და გამარჯვება არის ირანის მხარეს. აი ეს არის მთელი შინაარსი, აი ამ არც ისე საშიში კაცის განცხადების ტექსტის, რომელზეც მე რამდენჯერაც უსმენ ყოველთვის მეცინება აი ამას რო უყურებ ხოლმე, როგორც ცდილობს რომ იყოს ესეთი
შეუპოვარია აღმართული თითით და როგორ ამტკიცებს ყოველ ჯერზე იმას, რომ მათ პრობლემები არ აქვთ. ირანი ომს იგებს, ამერიკა მარცხდება და ამ შემთხვევაში ეს ოპერაციაც იყო აბსოლუტური კარახი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. აი ასე, პროპაგანდა მოკლედ თავისას მიერეკება, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა არის. ვისაც რა უნდა საბოლოოდ მაინც იმას იჯერებს. დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგაც გამოჩნდება ხალხი, ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცება შეეცდება და რაღაც კომენტარებში შემოხტებიან, მაგრამ მივცეთ ამის საშუალება, ვისაც რა უნდა ის ამტკიცოს, მაგრამ რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული და ეს ძალიან ცხადად ჩანს. ეს ოპერაცია იყო წარმოუდგენლად წარმატებული, თუმცა ირანის რეჟიმი აბსოლუტურად სხვა რამეს გვიმტკიცებს. აი აქ მაგალითად ესაც ხო კომიკური სიტუაცია არის, ნახეთ. ამ ნამსხვრევებთან მისული ირანელები ავტომატებით, ტყვიან ფრქვევებით და ბედნიერები იღებენ ფოტოს, აი რას ზეიმობენ, ძალიან რთული სათქმელი არის, რა უხარიათ, მართლა ჯერა ამ ხალხს შესაძლოა, რომ ახლა ამერიკის გაერთიანებულ შტაბებში აღელვებთ 2 სამხედრო თვითმფრინავის და 2 პატარა ვერტმფრენის განადგურება იმ ფონზე, რომ ამხელა სამხედრო და პოლიტიკური წარმატება მიიღეს. წარმოუდგენელია. კი ბატონო, დაახლოებით დათვალეს და სადღაც არის 300 მილიონის ქონება განადგურებული აი ამ თვითმფრინავების სახით. ხო, და აქ საინტერესო დეტალია. ეს კინაღამ გამორჩა. ხედავთ ხელში რა უჭირავთ. ეს არის ერთ-ერთი ამერიკელი სამხედროს მერე დაიწერა ამაზე, ბევრი ხალის ეს ამ თემ სოფლიოში ტრუსი არის რა. საცვალი. როგორ ტრუსი უჭირავთ ხელში. და ამასთან იღებენ ფოტოს ამ ნამსხვრევების ფონზე. რა ვიცი, უხარიათ და რა ქნა. ხო, აი ამას კი ნამდვილად უხარია. დონალდ ტრამპი უმახიანია უფრო და უფრო, მეც იმუქრება, იქით ნატოსაც ახურავს. ეგენიო ქაღალდის ვებხვები არიანო, კიდევ ერთხელ თქვა NBC News-ის ეთერში და ასევე თქვა, რომ თუ ირანელები გონს არ მოვლენ და არ დადებენ შეთანხმებას, ისინი ძალიან მწარედ ინანებენ. მან მთელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ულტიმატუმი, რომელიც ძალიან მალე იწურება. True Social-ზე სხვა პოსტებს გაჩვენებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, სადაც სწორედ ამ დედლაინის შეხსენებაზე არის საუბარი. აი, ახლავე იქნება ეს ყველაფერი. ხო, ეს ის პოსტია, რომელიც მანამდე წაგიგითხეთ. ახლა კი ნახოთ ეს. სამშაბათი 8 საათი და 00 წუთი. ეს არის ის დრო, როდესაც იწურება ტრამპის მიერ გამოცხადებული 10 დღიანი ვადა. ირანის რეჟიმისთვის შეთავაზებული 10 დღიანი ვადა, იმისთვის რომ მათ დადონ შეთანხმება, ფაქტობრივად კაპიტულაციას მოაწერონ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოჯოხეთური ცეცხლით ემუქრება მათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. აი ამ პოსტში ის ამბობს, რომ სამშაბათი იქნება ენერგო სადგურების დაბომბვის დღე და ასევე ხიდების დაბომბვის დღე. ყველაფერს გამანადგურებთო ირანშიო. მათ არაფერი მსგავსი არ უნახავთ. გახსენით, შემდეგ უკვე ესე უხამს სიტყვებით ამბობს, გახსენით ეს სრუტე თქვე არანორმალურო ნაბიჯრებო, ასე მიმართავს. ირანის რეჟიმს ბოდიში ასე მიწევს უბრალოდ ციტირებ. ამას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, მე კი არ ვამბობ, კაცო, ვიღაცა მართქვას რო ისო. მაგ რეებში ძახიო შენო. ხო, ამერიკის პრეზიდენტი ასეთ რამეს ამბობს. Open the fucking strait, you crazy bastards. თუ არა ჯოჯოხეთის ცეცხლში აღმოჩნდებით, ხო, მოკლედ. და ბოლოს არის ძალიან საინტერესო. დიდება ალახსო და აბა მიყურეთ რას ვიზაო. ეს დიდება ალახს ცალკე ის იყო, დატროლვა იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის
პოლიტიკური ლიდერშიპის ან იმის რაც მათგან დარჩა. ხო, ამასობაში ორშაბათს დაანონსა ტრამპმა, ანუ დღეს თბილისის დროით დაახლოებით 9 საათზე იქნება მისი პრესკონფერენცია ოვალურ კაბინეტში სამხედროებთან ერთად და ეს პრესკონფერენცია შეეხება სწორედ ჩატარებულ სპეცოპერაციას დიდი ალბათობით. ამ სპეცოპერაციის გარდა ოპერაცია Epic Fury გრძელდება თავის მხრივ. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ირანის სამხედრო თუ სხვა ტიპის ობიექტებზე იერიშების მიტანას. ამ შემთხვევაში ტრამპმაც გაავრცელა ეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ბოლო დარტყმის დროს მათ გაანადგურეს რამდენიმე მაღალჩინოსანი თეირანში, IRGC-ის რამდენიმე მაღალჩინოსანის, შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო სატელევიზიო კომპლექსი, რომელსაც ჩრდილოეთში, თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში, როგორც ჩანს, ბაზად იყენებდა ირანის ეს ძალოვანი სტრუქტურა. აქ არის ეს აფეთქების კადრი, რომელიც თავის მხრივ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაპოსტა. აი ეს კადრი. დაპოსტა ტრამპმა და თქვა სწორედ რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი გავანადგურეთო. ძალიან დიდი ტალღა არის აქ დარტყმების. ხო, და აი აქ შემდეგ უკვე ლოკაციის დადგენის შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო სატელევიზიო კომპლექსი, რომელიც შენიღბული ბაზა აღმოჩნდა ამ შემთხვევაში ირანის რეჟიმის ძალოვანებისთვის. ისინი ამ ტაქტიკას მიმართავენ, იყენებენ სკოლებს, იყენებენ მეჩეთებს, იყენებენ სხვა სამოქალაქო ობიექტებს, საავადმყოფოებსაც, როგორც ირკვევა. ეს ახალი აღარ არის პრინციპში, ამაზე მანამდეც მისაუბრია წინა ვიდეოებში. მას შემდეგ რაც ძირითადი სამეთაურო პუნქტები, მათი შტაბები თეირანში თუ სხვა ქალაქებში და რეგიონებში განადგურდა. ამ ტაქტიკას მიმართავენ ახლა ისინი. მოკლედ გრძელდება ოპერაცია. ტრამპის ულტიმატუმი ვნახოთ როგორ იმუშავებს, იქნება თუ არა ახალი ვადა დასახელებული, როგორც მოგეხსენება ტრამპს უყვარს ეს რაღაცა ბოლო მომენტში იმის თქმა რომ არა მოდი კიდევ გავზარდოთ დრო, მოდი მივცეთ ახლა 10 დღიანი ვადა, 5 დღიანი ვადა, 3 დღიანი ვადა, შესაძლოა ესე მოხდეს, შესაძლოა არც მოხდეს. ვნახოთ ცოტა ხანში უკვე მივალთ ამ ეტაპამდეც. და გარდა ამისა, უნდა შევეხოთ ასევე სახმელეთო ოპერაციას, იკვეთება და ბევრი რამ მიანიშნებს იმაზე მობილიზების თვალსაზრისით, რაზეც მათ შორის წინა ვიდეოში ვსაუბრობდი, სხვადასხვა ვარიანტები განიხილება ამ სახმელეთო სამხედრო ოპერაციის ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით, იქ რაღაც კუნძულების აღებაზე არის საუბარი. ეს ვერსიები კვლავ ძალაშია და ამ ეგრეთ წოდებული ვითომ და მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც ჩავარდა, არანაირად არ შეჩერებულა მისი სამზადის შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ რამე მსგავსიც დაიწყოს. დიდი ალბათობა ამის კვლავ ნარჩუნდება, რაღაც შეზღუდული ოპერაციები. ერთი მიზანი არის ჰორმუზის სრუტის გახსნა, მეორე მიზანი არის გამდიდრებული ურანის დაახლოებით 500 კილოგრამამდე გამდიდრებული ურანის ირანის ტერიტორიიდან გამოტანა, რაც პირდაპირ უკავშირდება ამ სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, ირანის ბირთვული შესაძლებლობების განეიტრალებას. ხო, მოკლედ, ბევრი საინტერესო რამ გველოდება წინ, რომ შევაჯამო. დღის თემა იყო ეს სამხედრო ოპერაცია, ძალიან მაგარი ოპერაცია, მართლა ფილმებს გადაიღებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. უდავოდ, ეს არის ძალიან დიდი მასტერკლასი, რომელიც ჩაატარეს ამერიკელმა სამხედროებმა, სადაზვერვო სამსახურებმა, ასეულობით, ათასობით ადამიანმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული და, დამატებით რის თქმა შეიძლება იმის, რომ ალბათ ამით ყველა ამერიკელი მართლაც ამაყობს, წარმოუდგენელია რომ არის ამაყო და ალბათ ეს ამბავი ერთიორად გაზრდის мотивაციას თავად ამერიკელ სამხედროებში. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ აი ამ სამხედრო პირი თუ ხარ და ამხელა არმიის ნაწილი ხარ, სადაც ყველა ადამიანი არის ღირებული, სადაც მზად არიან რომ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთონ, რამდენი კილომეტრის სიღრმეშიც არ უნდა იყო მტრის ზურგში, არ დაგტოვონ, გადაგარჩინონ. ალბათ, ასეთი განცდა ყველა სამხედრო პირის ოცნება არის, ასე ვთქვათ. ალბათ. მე არ ვარ სამხედრო პირი, მაგრამ
ადვილად წარმოსადგენია რამხელა мотивация და რამხელა სიამაყის განცდა შეიძლება ეუფლებოდეს ახლა ყველა სამხედრო მოსამსახურეს ამერიკის, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც აი ამ პროცესში იყო ჩართული და თავად იღებდა მონაწილეობას. მათ ნამდვილად ექნებათ შემდეგ შვილიშვილებისთვის ბევრი რამე მოსაყოლი. მოკლედ, ოპერაცია მისი დეტალები რაც ამ ეტაპზე იყო ცნობილი მოგიყევით. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს ვიდეო, თუ ასეა დაალაიქეთ არ დაგეზაროთ. ალბათ შესაძლოა მომავალში კიდევ მეტი დეტალი გავიგოთ, თუნდაც წლების შემდეგ როგორ ვითარდებოდა აქ მოვლენები და რა მოხდა რეალურად, როგორ განვითარდა პროცესი. ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ ისეთი, ვისაც ეს ყველაფერი აინტერესებს, მე მაინტერესებს, ამიტომაც ვცდილობ ხოლმე რომ ის გაგიზიაროთ პირველ რიგში რაც მე თვითონ მაინტერესებს. მოკლედ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები და ამ დრომდე შემორჩით და დაგაინტერესათ. ესე იგი, ღირს ეს კონტენტი რომ ყურადღება მიიპყროს მომავალშიც. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. თუ მეტის გაკეთება გსურთ ჩემი არხის მხარდაჭერისთვის, ჩემი წახალისებისთვის, ასე ვთქვათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, არ დაგიმალავთ, ჩაერთეთ დონაციაში. არის მოცემული ყველა საჭირო ინფორმაცია ვიდეოს აღწერაში და დიდი მადლობა მათ, ვინც ამ დრომდე ჩართული იყო თუნდაც მცირედით დონაციის პროცესში. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ნახვამდის, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.